Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით იერუსალიმიდან, აი თქვენ უყურებთ იერუსალიმის კონტრასტებს. ჩვენ მივდივართ ახლა დასავლეთის კედელთან, რომელსაც ქვია იგივენაირად გოდების კედელი. გოდების კედელიც არასწორი მიმართვა შემოკარგებოდა. რომ იცოდეთ, სწორი არის დასავლეთის კედელი. ეს არის ის ადგილი, სადაც ყველა მორწმუნე ებრაელი მიდის, რათა ღმერთს შესთხოვოს ესეთი Yafi. Maksamiach. მოკლედ ძალიან მაგარი ის იყო, იტრო მე ამას აგიხსნით ნელ-ნელა, რას ნიშნავს ეს იტრო, რატოა ეს მნიშვნელოვანი ამ დღესასწაულზე. მოკლედ ერთი სიტყვით ვიწყებთ ძველი იერუსალიმის დაპყრობას, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, მოგზაურობას ვიწყებთ. გვიყურეთ, აუცილებლად გაგზელება იქნება. ესა იერუსალიმი. აი ასე იწყება. ჩემი ხმა თუ გესმით, არა უშავს. მე გავჩერდები. აი ნახე, რამდენი ზღვა ხალხი მიდის, რომ იცოდე. აი ასე ნელავცო. მინდა რომ ეს ხალხი ჩანდეს ასე. ახლა მაგარია. აი ეს ხალხო იერუსალიმი რომ იცოდეთ. ესენელა მივიდივართ იერუსალიმის დასაწყობად, როგორც ზაქფირდით, კასაოცარ კადრებს გვიგებდით. მე მინდა გაჩვენოთ ეკლესია, პირველი პროტესტანტული ეკლესია, რომელიც Christchurch ქვია, სადაც მე ჩემმა ლამაზმა მეუღლემ დავიწერეთ ჯვარი. სადაც ჯვარს ეს ქრისტიანები უძახენ, ებრაელები ჩვენ ამას უძახით ხუპა გავაკეთეთ ამ სინაგოგაში, ამ Christchurch ინგლისურად ქვია. მოკლედ აი ეს რო ხედავთ, ეს მეჩეთის თავზე როა, ესეთი როა. ეს მე მგონი დავითის ქალაქია. მეჩეთია მანდ, მაგრამ არ ვიცი, არა მგონია რომ მეჩეთი იყოს. დავითის ქალაქია, დავითის ქალაქსა და სხვაგანაა. ეს არის იაფოს ჭიშკარი, შემოკარგებო. ცენტრალური შესასვლელი ასე იყო, მაგრამ როდესაც ინგლისის მანდატის ქვეშ იყო ისრაელი, მაშინ გაჭრეს მეორე შესასვლელი, რადგანაც მეფეს კოლონა ვერ შედიოდა და ამიტომაც ასე მოუწიათ გაჭრა არკის. ახლა გაჩვენ. კარლობის დღესასწაული, შემოკარგებო, ეს არის დღესასწაული მხიარულობა. ეს იყო ცენტრალური შესასვლელი პირველი ადრე და მერე არკა გაჭრეს. ეს არის ოდესური მანცები. აი მინდა რომ თქვენც მოусმინოთ. წავედით. აი ეს ადრე ცენტრალური შესასვლელი ეს იყო, მაგრამ ინგლისის მანდატის დროს გატეხეს ეს კედელი, რადგანაც ვერ შედიოდა მეფეს კოლონა და მოუწიათ აი ეს გატეხვა აქა და ამ კედელზე ეს გახდა შესასვლელი. ეს არის საერთოდ ჩვენ შევდივართ იაფოს ჭიშკრებიდან, ამას უძახიან. იაფოს ჭიშკარი ისაა, მაგრამ ეს არის ახლა ძირითადად აქედან შედის ხალხი, რომ იცოდეთ. აქ ხალხი ემზადება წასასვლელად დღეს, კარლობის დღესასწაულის საღამოს ისევ დაიხურება ყველაფერი, დაიკელტება. მაღაზიები ისინი, შემდეგ ვერაფერს ვერ იყიდი. მოკლედ მთელი იერუსალიმი ემზადება კარლობის დღესასწაულისთვის.
აი ამხელა სიმახ საწეული მინდა რომ ნახოთ თქვენ ეს დაინახოთ ეს ყველაფერი. ეს დაცვა. მისია. აი მეგობრებო. ჩვენ დავждებით კრაისჩორჩში ყავის დასალევად და იქიდან ცოტა რამეს გელაპარაკებით ამ დღესასწაულის მნიშვნელობაზე. ჩავწერთ ვიდეოს, რა თქმა უნდა. აი არაბული კვარტალიცა. სლიხა. არაბული კვარტალიცა. აქეთ მაგრამ ჩვენ მივიდივართ ებრაულ კვარტალში, სადაც არის გოდების კედელი. ანუ იგივე დასავლეთის კედელი. აქეთ სულ არაბებისა, არაბები ყიდიან, აქ მაღაზიებია. ეს არის ძველი იერუსალიმი ხალხო. აი მინდა რომ თქვენ დაინახოთ ეს. და აი ესაა დავითის ქალაქი. აი ეს. აქედან შესასვლელი. არ ვიცი ნახოთ თუ შეგვიშობენ. მაგრამ ჯერ ნახოთ კრაისჩორჩში მინდა შემივიდე. გაჩვენოთ ეს ადგილი, სადაც ჩვენ ვიყავთ. იერუსალიმი მეგობრებო. ესა ის ქალაქი, რომელსაც ალბათ თელი ცხოვრება უნდა რომ აფრთხილდება და ნახო. არ გეყოფა. იმდენად ისაა ესა. ესა დავითის ქალაქი. Rebaq შევიდეთ. მოდი ვნახოთ დავითის ქალაქში შევიდეთ.